ექოკონტროლის მიზანში ადრე თუ გვიან ყველა კვების ობიექტი ხდება. არ აქვს მნიშვნელობა ეს დიდი ობიექტია თუ პატარა. საცხობია, საკონდიტრო თუ რესტორანი და საბანკეტო დარბაზი. დღეს დედაქალაქში მარცხენა სანაპიროზე ერთ-ერთი უმსხვილესი ობიექტი ერა-ჰოლი უნდა გადავიღოთ. გუშინ ძალიან დიდი ღონისძიება იყო ობიექტზე. დარბაზსაც გაჩვენებთ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ალაგებულია და გენერალური დასუფთავება მიმდინარეობს. მაგრამ სამზარეულოში მაინც უწესრიგი უნდა იყოს, მიმდინარეობს დალაგება. ჭერი მოწესრიგებულია, კედლები აი აქ გაკეთებულია. იატაკიც გაკეთებულია. სხვათა შორის ეს ობიექტი მე ვიცი ადრე ვარ აქ ნამყოფი და ეხლა რომ ვნახე, ბევრი რამე შეცვლილია. ბატონო ლევან, ამაზე როდესაც ხორცს ჭრით, აი ეს ნახეთ, აი ეს ნაწილაკები რომ კარგად არ ამოიწმინდება და არ ამოირეცხება, ეს არის უკვე იწყება ლყობა და თავისთავად პროდუქტს გავაფუჭებთ. ამიტომ ძალიან დიდი რისკია, აი როდესაც უკვე დაიჩეხება, ეს უნდა გადაიწმინდოს, გასუფთავდეს სათანადოდ. ეს გუშინდელი მორჩენილი არის, ეს არ გავა იმედია სუფრაზე, იმიტომ რომ პირდაპირ ჯვარედინია, აქაც აგაქვთ იგივე, მერე რა რომ მომსახურე პერსონალი ჭამს, აუცილებელია რომ აი გამიჯნა მოხდეს, ერთმანეთი რო არ დაბიძურდეს. აი ამაცი ვარში კიდე არ უნდა იყოს თავღია, არავითარ შემთხვევაში მწვანილი, კი ბეტონო. აქაც კედლები მოწესრიგებულია და სუფთა არის, ჭერიც მოწესრიგებულია, ძალიან კარგია რო არის თაგვსაჭერი კომპანიასთან აშკარად აქვთ ხელშეკრულება დადებული და დეზინფექცია, დერატიზაცია, დესინსექცია ტარდება ობიექტზე და ეს ძალიან კარგია. ეს მღრღნელების საწინააღმდეგო არის და აი აქ ნახოთ რა ხდება. ამას როგორ აღებთ? დასტიკერებული არის და პლუს არის ყველაფერი გაყინული აბსოლუტურად. ეს ხბო არის? ხბო არის? თქვენ როგორც იცით ხბო არის და რა რაოდენობით ღებულობთ, აბა? და ეს თქვენ ღებულობთ და მე ამუშავებთ და ყინავთ, ხო? კი ბატონო. ეხლა ერთი მაინც ბეჭედი მოჩვენეთ ამ ხბოს. აი აბსოლუტურად არსად დამღა არ არის ხბოზე. საიდან მოგაქვთ? ზესტაფონის ხბოა, ხო? ხბო არის ძალიან კარგი, თვითონ ხორცი არის არაჩვეულებრივი, მაგრამ ეხლა ვნახოთ ბეჭდები. აბა მაჩვენე. გოჭი. ხაშიენა. ხორი. საქონელი არა, ხბო მაჩვენეთ. ხბო. სადღაც აქ იქნება თავისთავად, იმიტომ რომ კარგით, მოდით სამე დავამთავრებ, მომეცით საბუთი. კარგი? დღის 3 საათია. რესტორანი სრული დატვირთვით საღამოს მუშაობს, ეხლა კი დალაგების დროა. ამიტომ გვაქვს საშუალება, რომ არა მხოლოდ სამზარეულოს კადრები გაჩვენოთ, არამედ თუ როგორ ემზადება რესტორანი საღამოს წვეულებისთვის. აი ეხლა მიდის დალაგების პროცესი, თუმცა ეს დიდი წითელი გული მიანიშნებს იმაზე, რომ აი აქ ალბათ შეყვარებული წყვილი უნდა დადგეს და ლამაზი ფოტო გადაიღოს. აი ესეთი. დეკორაცია, მოდით დავათვალიეროთ, აი ესეთი ხელოვნური რაღაც სცენარეებია, ალამაზებს ამ ინტერიერს და რა თქმა უნდა ის ლამაზი ინტერიერი, რომელიც საღამოს დახვდება სტუმარს, არანაირად არ გავს აი ამ სიტუაციას. ამ მომენტში არის მხოლოდ დალაგების სიტუაცია, ნახეთ როგორი უბრალო მაგიდებია. შემდეგ კი გადაეფარება ლამაზი თეთრი მაგიდის გადასაფარებელი, რა თქმა უნდა ეს სკამები დაიდგმება აქ გვერდით და აინთება ეს ჭაღები და ყველაფერი გალამაზდება, განათდება. ეხლა კი უბრალოდ მუშა პროცესია, ალაგებენ, გუშინ იყო ალბათ წვეულება, დღეს უკვე ახალი იქნება და აი ამ დალაგების პროცესში ვიღებთ ჩვენ ამ სამუშაო მომენტებს. აქ არის ჭურჭლის სარეცხი ტერიტორია და რა ძალიან კარგია, ჯვარედინი გამორიცხულია, იმიტომ რომ იქეთ ამ მხრიდანაც არის, საიდანაც ბინჯური ნახმარი ჭურჭელი უნდა შემოვიდეს და ესე ძალიან სწორად არის გაკეთებული. სამის შემოსასვლელია და ძალიან კარგია. ერთადერთი რისი თხოვნა მინდა და რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ,
აი ტრაპი ამ მდგომარეობაში არ უნდა იყოს არავითარ შემთხვევაში, ტრაპი უნდა გასუფთავდეს და უნდა გააკეთოს. ჭერი აქაც წესრიგშია, ქუჩიდან შემოსული ტანსაცმელი აქ არ უნდა იყოს, იმიტომ რომ სუფთა ჭურჭელი გიდევთ. აი ეს აუცილებლად უნდა სუფთავდებოდეს მექანიკურად. აქ არცადევს ეს. არა, სადაც გინდათ იქიდოს. მე მაგაზე არ მაქვს პრეტენზია, მექანიკურად ნახეთ უნდა სუფთავდებოდეს. ეხლა დანა მინდა მე ერთი და გაჩვენებთ რას გულისხმობთ, აი? ეს მექანიკურად, იცით რა მარტივი გასაწმენდია? აი ეს კონდენსატის ზევიდან არის თუ აქედან არის, მნიშვნელობა არ აქვს. ეს ჩვეულებრივად რკინის ჯაგრისით ძალიან მარტივად იწმინდება და სადაც აი ამდენი რამე გაქვთ გაკეთებული, მე ვიცი ეს ამზარეულო რა იყო. ესეც შეგიძლიათ ძალიან მარტივად გააკეთოთ. წვეთა, აი ნახეთ, მიმდინარეობს. ხო, ეს იმედია გასუფთავდება, იმიტომ რომ გენერალური დასუფთავება მიმდინარეობს და ეს რა არის? ეს რა გვაქვს აქ? ეს გადასაგდებია რა. გადასაქცევი. პროდუქტია ჩაყინული, ეს არის უკვე კერძებად დაფასოვებული პროდუქტი და აუცილებლად ვადები უნდა იყოს აღნიშნული. აქ არის ქათმები, თევზის მაცივარში ყველაფერზე არის დამღა და ყველაფერზე არის სწორად გადაფუთული და ცალ-ცალკე შენახული. მაცივარი არის სუფთა. აქ რო ყველაფერს უვლიან, ამას უკვე ხედავთ, რომ უვლიან. ნახეთ, აი მოვლა ობიექტის ნამდვილად მიმდინარეობს, თუმცა აი ყველგან რაც შენიშნა მაქვს, იგივე მაქვს აქ აი ნახეთ. აი კულერები არა, აი ნახეთ. აი ნახეთ, კულერები რა მდგომარეობაშია, კულერები გაიწმინდოს აუცილებლად. ყველაფერს ხედავ აბსოლუტურად, რამდენი შრომა გაქვთ ჩადებული და რამდენი რამა გაქვთ გაკეთებული. ეხლა გეტყვით რა ძალიან არ მომეწონა და ცუდად მომხდა თვალში, ეს არის დაფები. დაფა ახლები შემოვიდა და აი ეს არის გადასაგდები, კი ბატონო. აი ეს არის გადასაგდები. აჰა, ადგილზევე მოვისროლეთ. კარგია, ლამაზი ჟესტი იყო და გამიხარდა. მომწონს რომ გამწოვები იწმინდება და ირეცხება. აქაც კულერში იგივე მდგომარეობა გაქვს, გასაწმენდია. ერთი კიდე რა უნდა გთხოვოთ? აი, როდესაც ჭერებს აკონტროლებთ, კედლებს აკონტროლებთ, მაგიდებს, ეს რატო გჩებათ? ეხლა ვერ მოხსნათ რომ არ უნდა მოხსნა. აი ჩვეულებრივად, რატო ნახეთ, აქ მიმდინარეობს ღია პროცესი. ჩვეულებრივად ჩამოფერთხეთ, აი ხავე ჩამოაფერთხეთ და ტილოთი გააწმენდით სანამდე გადაშულია. всё. ძალიან მარტივი გასაკეთებელია. აჰა, მომძდევენ ტილოთი და ჯაგრისით და ყველაფერს ეგრევე აკეთებენ. ძალიან კარგი. მიტო არსებობს სახალხო კონტროლი, რომ რეკომენდაციები მოგცეთ და მიხარია, როდესაც ესე ოპერატიულად ჩემ რეკომენდაციებს ასრულებენ. ყველის მაცივარია და ეს გასუფთავებული და მოწესრიგებულია კულერთან იგივე მდგომარეობა, საცერი დავინახე და გამიხარდა და გავბედნიერდი, იმიტომ რომ ძირითადად არსად არ ხდება გაცრა და მერე მირეკავენ, რომ არიქა თმა ვნახე და ხშირ შემთხვევაში თმა არ არის, უბრალოდ აი ტომრების ზაფები მიყვება ხოლმე, მაგრამ აი ხშირი შემთხვევა და სხვათა შორის არ არსებობს. აი რესტორანში რო შევალ, ყველაფერი ჩემ თებშზე უნდა მოხდეს და მე უნდა დამემართოს ყველაფერი და ხშირად მხვდება და მკითხულობ ხოლმე გააქვთ საცერი? ვაიმე არა და აი ახლა საცერი არა. ეს არის ჭადები, ხო? არა, გადაიყრება და მაგაში ეჭვი არ მეპარება, ეს გუშინდელი დაცხობილი ჭადებია, მაგრამ აი ცხელ ჭადებზე, როდესაც ნაჭერს ჩვენ ვაფენთ, ეს არის ბაქტერიების ბუდე და ჩვეულებრივად სასათფურე მდგომარეობაში ყავს ბაქტერიები, რომ სწრაფად გამრავლდნენ. და ეს არ უნდა დაუშვათ არავითარ შემთხვევაში. ერახოლი არის ერთ-ერთი უმსხვილესი რესტორანი, საბანკეტო დარბაზი, სადაც ხშირად ქორწილებს აღნიშნავენ, ასევე დიდ წვეულებებს, დაბადების დღეებს და ასე შემდეგ. აი ნახეთ, ეს თეთრი ყვავილები არის ფლორ დორანჟი, ალბათ იმისთვის რომ გაალამაზონ თუნდაც აი ქორწილი ამ ლამაზი ყვავილებით. აი ყველგან არის რაღაც დეკორაცია. ჭაღები არ არის ანთებული, მაგრამ რა თქმა უნდა, აკაშკაშტებიან საღამოს. ეს არის მუსიკოსების კუთხე. და მინდა აღვნიშნო, რომ ნამდვილად სისუფთავე არის. ანუ აქაც ვხედავთ, როგორ მუშაობენ ახლა გოგოები წმინდავენ და ხეხავენ, მაგრამ უკვე ჩანს, რომ ძალიან სუფთა იატაკია, მოწესრიგებული
თუ რა ხდება სამზარეულოში თქვენ უკვე ნახეთ, არის რაღაც შენიშვნები და აბსოლუტურად ყველა მთელი პერსონალია ჩართული და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გამოასწორებენ, თუ რაიმე შენიშვნას მიიღებენ მანდონა კოიძისგან, მე კი ის დამრჩენია, რომ ამ დარბაზის შემდეგ დავათვალიერო სველი წერტილები. აქაც იგივე პრობლემა გაქვთ, იქ საწრეტი არაჩვეულებრივი გაქვთ, აი ტილოებზე რაზეც ხდება, აი ნახეთ დასველ და არ გაშრა, აი დაუშვებელია. მე ნახეთ, აი ძალიან ესეთი გადამტრეული თასები, გადავყაროთ, მოვიცილოთ, ღრუბელი სუფთაა, ცოცხებიც სუფთა უნდა გქონდეს, კედლები ეტყობა რომ იწმინდება, მაგრამ საშინელი გასაწმენდია და მესმის რომ დიდით სუფრა გქონდათ გუშინ და ამიტომ კედლები დასრულია, თუმცა მათი რეცხვა დეზინფექცია ძალიან მარტივია, იმიტომ რომ ბოლომდე მოპირკეთებულია, არაჩვეულებრივი მაგიდებია, ძალიან კარგი ხორცის მანქანა, ეს მომწონს. აქ არის ხორცი დაჩილული და დეფროსტაცია ნაჟურ წყალში არ უნდა ხდებოდეს ხორცის გალღობა, ქვევით რამე სინივით დაუდეთ ისე რომ არ გაფუჭდეს. აქ არის ყველი დაჭრილი და ყველის მაცივარია, უკვე ეს არის სუფრის ყველი, მაგრამ აი საშინელი ბინძური კულერი. კულერები ყველგან ერთი და იგივეა. და ესეც ხორცის მაცივარი. საბუთი. არა, მე თქვენ ამის საბუთს ვერანაირად ვერ მომიტანთ. გამორიცხულია ამას. ეხა ბავშვები არც ერთი არა ვართ და ეს რო უსაბუთოა, ეხა აი ქვევითაც მინდა ჩაიხედოს, ეს არის უსაბუთო ხროები. 4-ვე მხარე შევამოწმოთ. არსა დამღა არ არის ამ დროს. ვალდებულია სასაკლაოზე დაკლულ პროდუქტს კონდეს 4-ვე. ფეხზე დამღა გაჭრის შემთხვევაში, რომ იყოს სურსათმ ეროვნულმა სააგენტომ შეძოლოს მისი იდენტიფიცირება. ეს წელები გაყინულია თითქმის, აი ძალიან გაციებულია, გაყინულია. აი აქ კუპატი არის გამზადებული, ამის ვადა რატო არა წერია ამას? როდინდელია, საიდან არის ეს საიდან არის მოტანი? აი ეს კუპატი აკეთება, მეგრული კუპატი? კარგით, დავიჯერებ. ეს კუპატიც, აი ნახეთ, წყალში როგორ არის, აი სითხეში როდის არის გაკეთებული, თუმცა ეტყობა რომ ძველი არ არის. აი ჯვარედინი დაბინძურება, თქვენ ხო იცით რა არის? აი აქ ხორცი და მზაკერძი დასაშვებია? არ არის დასაშვები, არანაირად არ არის დასაშვები. ხეთ რა ვიპოვნე? აი აქ ლობიში რესტორნის, აი ეს არის გვირგვინები, ნეფედედოფლის, ძალიან პატარებია. ოპ, ესე და ნახეთ, აი ესეთი ვარდისფერთვლებიანი. ნახეთ, როგორი ლამაზი გვირგვინებია. ამას ვინ იკეთებს? ნეფედედოფალი? ნახეთ ეს დაბადების დღის ტრენდი, ხომ არის? დაბადების დღისთვის. ანუ ეს ნაჩიქარია, მე მეგონა თქვენი იყო, აი. შეგიძლიათ აღნიშნოთ დაბადების დღე და გვირგვინსაც მიიღებთ. ძალიან ორიგინალურია, რა თქმა უნდა, მაგრამ მე კი ვსრიალებ აქ, იმიტომ რომ სველი იატაკია, ახალი გაწმენდილი. მაგრამ აი ეს სრიალით უახლოვდებით სველ წერტილებს. პირველი რაც ხდება არის პალმა. აი ბატონო, პალმები თუ გიყვართ, ხელოვნური არის. ბათუმში ჩამოდით, ნატურალურს ნახავთ. აქაც სულ რაღაცა ყვავილებით და ეს საკურა ალბათ იაპონურ სტილში გაკეთებული. ბაბუა წვერები, არ ვიცი, ნუ ესეთი დეკორაცია, აქვე შეგიძლიათ ჩამოჯდეთ. მე უკვე ვახსენე, რომ ხშირად წვეულებები ქორწილებია და შესაბამისად ტუალეტშიც უნდა იყოს ლამაზი და მიმზიდველი ინტერიერი. აი ეს ინტერიერი აქ ნამდვილად არის. რაც მე მსიამოვნებს, აი ნახეთ როგორი საპირფარეშოა, სუფთა უნიტაზებია, ჩანს აქედანაც კი რომ სუფთა, მოწესრიგებული, ყველაფერი გაწმენდილი. აქ არის კაფი, არის ნამდვილად. ой, წყალი ცივია და მაინტერესებს თუ არის ხელსახოცი. არის ნამდვილად, უკვე მინდოდა მეთქვა რომ ეს როგორ
მაგრამ არის. კი ბატონო, ცარიელია ეხლა ნაგვის ურნა და ეს სწორია, იმიტომ რომ საღამოს მოვლენ სტუმრები და ყველაფერი სუფთა გაწკრიალებული უნდა დახვდეთ. ძალიან მომწონს ეს საპირფარეშო, ნახეთ, აქაც ბროლის ჭაღებია. ვერანაირი დარღვევა მე პირადად ვერ ვნახე, მადონამ რაც ნახა და მე მგონი კრიტიკული არ არის და გამოსწორებადია, ყველაფერი დანარჩენი მე პირადად მომეწონა. ერა ხოლი მარცხენა სანაპიროზე, საბანკეტო დარბაზი და რესტორანი.